მოგესალმებით, ვინდა წარმოგიდგინოთ One More-ის ახალი პროდუქტი, ეს არის უსადენო Bluetooth ყურსასმენი Piston Buds Pro. როგორც ვიცი, ამ ყურსასმენებს გააჩნია ძალიან ძლიერი ხმაურის დამხშობის სისტემა, ძალიან კარგი 4 მიკროფონი, ასევე მაღალი ავტონომიურობა და რა თქმა უნდა One More-ის ძალიან კარგი ხარისხის აპლიკაცია თავის 12 ეკვალაიზერით. მოდი ახლა გავხსნათ ეს ყურსასმენი, გავეცნოთ მის კომპლექტაციას და შემდეგ გავეცნობით მის შესაძლებლობებს. მოდი გავხსნათ. ნახოთ. ეს არის ინსტრუქცია. ნახეთ რა ხევაა. აქ უნდა იყოს დამტენი კაბელი, ეს USB Type-C და უნდა იყოს დამატებითი ამ ბროშურები. ორი წყვილია კიდე შიგნით. ანუ ესე და ეს თვითონ кейსი ყურსასმენი. ეს არის Piston Buds Pro-ს კომპლექტაცია. ესე გამოიყურება ყურსასმენის кейსი, ეგ ზემოდან წერია One More. აქ წინ არის ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ არის დატენილი кейსი. უკანა მხარეს არის Type-C პორტი და იქ არის რესეტის ღილაკი. გამოვიღოთ ყურსასმენები. ესე ეს ნახეთ საკმაოდ ორიგინალური ფორმა აქვს ამ ყურსასმენებს, საერთოდ One More ცდილობს გამოუშვას ორიგინალური პროდუქცია. აი ზემოთ აწერია ნახეთ ლოგო One More-ის. кейსი დამზადებულია საშუალო დონის პლასტიკისგან, მაგრამ კარგი ისაა, რომ აი თითის ანაბეჭდები არ რჩება ზედაპირზე და ადვილად არ დაბინძურდება. ყურსასმენის ფორმა საშუალებას იძლევა ადვილად ამოვიღოთ თვითონ ყურსასმენები кейსიდან. ძალიან ბევრ ყურსასმენებს ამოღების პრობლემა გააჩნია. ნახეთ, ძალიან მოსახერხებელია. მოდი ხა ჩვენ ავწონოთ. მაინტერესებს რამდენს იწონის. 40 გრამია და თითო ყურსასმენები იწონის, ნახეთ, თითო ყურსასმენი იწონის 5 გრამს. მინდა ჩავატარო კონკურსი გათამაშება. ეს არის Huawei FreeBuds 3, ჩემი მეუღლის ყურსასმენი, უკვე 1 წელი გვაქვს. ეს ყურსასმენი გაკეთებული მაქვს განხილვა ჩემს YouTube არხზე, ლინკი იქნება აღწერაში. ეს მინდა გავაცხადო, რომ პირველი ვინც დაწერს კომენტარებში ამ ყურსასმენის ძლიერ და სუსტ მხარეს, ის გამოცხადდება, გამარჯვება და მას გადაეცემა ესეთი უსადენო Bluetooth ყურსასმენი საჩუქრად. ერგონომიკით კმაყოფილი ვარ. ყურში კარგად თავსდება და კომფორტულად გრძნობ თავს. ძალიან მსუბუქია, არ მაწუხებს. ვარჯიშობდი ამ ყურსასმენით და არც გადმოვარდნია. ეტყობა ეს ზომა ჩემთვის იდეალურია. მოდი ახლა ვნახოთ, როგორ უკავშირდება ყურსასმენები smartphones. აი მომენტალურად ხდება დაკავშირება, რადგანაც გამოყენებული არის ყურსასმენებში დაკავშირების ახალი ტექნოლოგია Bluetooth 5.2. ნუ თავის საქმე შვება და კავშირი არის მყარი, წყვეტა პრაქტიკულად არ ხდება. ეს არის ძალიან დიდი პლუსი ამ ყურსასმენებში, რომ არის ესეთი დაკავშირების ხარისხიანი ტექნოლოგია. როგორც უკვე ვთქვი, ამ ყურსასმენის ძლიერი მხარე არის გარე ხმაურის დამხშობის სისტემა, რომელიც One More-ის ტექნოლოგიაზე არის დამზადებული. გარე ხმაურის დამხშობის სისტემას გააჩნია 3 რეჟიმი. პირველი არის ძლიერი, რომელიც იყენებს ANC ტექნოლოგიას, რომელიც პრაქტიკულად თიშავს გარე ხმაურს და გამოიყენება ისეთ ადგილებში, როგორც არის მაგალითად მეტრო ან ქუჩა. მეორე არის ქარის ხმაურის დამხშობი, ანუ მთლიანად
იზოლირება ხდება ქარის ხმაურის, თქვენთან ყურში არ აღწევს და თქვენ არ გიშლით მუსიკის მოსმენაში. მესამე არის გამჭვირვალობის რეჟიმი, რომლის დროსაც თქვენ გესმით გარე ხმაური, ჩვეულებრივად ესაუბრებით ადამიანებს, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს მუსიკის მოსმენაში. ყურსასმენს გააჩნია 4 მიკროფონი, თითო ყურსასმენზე 2, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგია DNN. ჩავატარეთ ტესტი, ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ, თქვენ თვითონ შეაფასეთ ამ მიკროფონების ჟღერადობის ხარისხი. ეხლა ვტესტავ Piston Buds Pro-ს ყურსასმენის მიკროფონებს, ქუჩაში ვარ, მაურია, თან ხარიც არის. როგორ გესმით ჩემი ხმა, დასკვნით შეგვიძლია დააკეთოთ, როგორი ხარისხის მიკროფონები აქვს ამ ყურსასმენს. მოდით შევეხოთ ჩვენ ჟღერადობას. ამ ყურსასმენებს გააჩნია 10 მმ-იანი დინამიკური დრაივერები და კოდეკი AAC, რომელიც თავსებადია როგორც iOS-თან, ისევე Android-თან. ჟღერადობა თავიდან მაინდამაინც არ მომეწონა, აკლდა ბასები, მაგრამ ამ ყურსასმენს გააჩნია აპლიკაცია, რომელსაც ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ. აპლიკაცია ეს One More შევდივართ, ძალიან კარგი ხარისხის არის, აქ შევდივართ equalizer-ში, არის 12 equalizer-ი და შეგიძლიათ უკვე ჟღერადობა თქვენ გემოვნებას შეუსაბამოთ, ძალიან მომეწონა. აი ეს ბასის გამაძლიერებელი equalizer-ი, ასევე ელექტრონული მუსიკის equalizer-ი და pop-ის. ნახეთ თქვენ თვითონ მოსინჯეთ და რომელიც მოგეწონებათ, იმას დააყენებთ. სენსორული მართვა აქვს ამ ყურსასმენს. მოდით შევიდეთ აპლიკაციაში და აქ არის აი ეს თვითონ სენსორული მართვის პარამეტრებია. ქარხნულად არის ესე რომ ორმაგი დაჭერით, იგივე მარცხენა მარჯვენა ყურსასმენზე ხდება play pause, ანუ პაუზა და გაგრძელება და სამმაგი ტაბით ხდება Google Assistant-ის გამოძახება. ეს ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ, აი ნახეთ და აქ შეიძლება დავაყენოთ თქვათ შემდეგ ტრეკზე გადასვლა ან უკან დაბრუნება ან ხმის რეგულირება, თქვათ მარცხენაზე თუ ორჯერ დააჭერთ ხმა დააკლდება, მარჯვენაზე მოიმატებს და Google Assistant-ის გამოძახება. უბრალოდ აი ესეთი ვარიანტებია, თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეარჩიოთ. და სამმაგი ტაბზეც ესეა, ნახეთ. ანუ როგორც მოგესურვებათ, ისე თქვენ თვითონ თქვენ თავზე ააწყობთ ამ ყურსასმენის სენსორულ მართვას. აპლიკაციიდან და ყურსასმენიდან შესაძლებელი არის გარე ხმაურის დამხშობის რეჟიმების გადართვა. აი მაგალითად ეხლა ყურსასმენს დავაჭერ წამნახევარი, აი ჩაირთო რეჟიმი, შემდეგ დავაჭერ გამჭვირვალობის რეჟიმი და დავაჭერ კიდე გამოერთო. იგივე შეიძლება გავაკეთოთ ხელით, აი ნახეთ, დავაყენოთ. ნახეთ. მოსახერხებელია რა. უბრალოდ ეს არის რომ თქვენ ვერ მიხვდებით ყურსასმენში, როდესაც გადართავთ რა რეჟიმია ჩართული, ამიტომ მოგიწევთ მაინც აპლიკაციაში ჩაიხედოთ და ნახოთ თუ რა რეჟიმი ჩართეთ. ხმაურის დამხშობის ჩართვის გარეშე ავტონომიურობა ყურსასმენებს აქვს 7.5 საათი, კეის 22 საათი და ერთად 30 საათი გამოდის. ყურსასმენებს გააჩნია სწრაფის დატენვის საშუალება, 5 წუთის დატენვა უდრის უწყვეტ მუშაობის 1 საათს. Piston Buds Pro-ს გააჩნია დაცვა მხოლოდ შეფებისგან და ოფლისგან. IPX5. წარმოგიდგინეთ One More Piston Buds Pro ყურსასმენი. მისი ძლიერი მხარეებია გარე ხმაურის დამხშობის სისტემა, კარგი მიკროფონები, მაღალი ავტონომიურობა და რა თქმა უნდა ძალიან კარგი ხარისხის აპლიკაცია თავის equalizer-ით. ნუ მინუსებიდან შეიძლება ვთქვათ, რომ არ აქვს უსადენო დატვენის საშუალება. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ყურსასმენზე, დაწერეთ კომენტარები, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, დააჭერეთ ზარის გამოსახულებას, გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე.